ვაითების გუდაუში მოვაწეობა დაიწყო თოვლის პარკის კეთებით. ხელოვნური გათოვლიანების ტბა აშენდა გუდაუში და ამან გაგვიჩინა იდეა, რომ გაგვიკეთებინათ ტბაზე ვეიკ პარკი. Wakeboard-ი არის ეს სახეობა, რაც დღეს აქ აეწყო. წყალსატეხამო სპორტის ფედერაცია შეიქმნა ჯერ კიდევ 60-იან წლებში. ყველაზე მასიური სახე ამ ყველაფერმა მიიღო 1991 წელს, როდესაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა წყალსატეხამო სპორტში. პირველში ის მიხარია, რომ საქართველოს პირველი ვეიკ პარკი გაიხსნა თბილისთან ახლოს ქალაქთან და რა ძალიან კარგი არის. ძალიან ხშირად ამოვალ ვისრიალებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი გართობის საუკეთესო საშუალება არის ზაფხულში. ეს უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმდევარი უნდა გამოუჩნდეს, რადგან ძალიან სასიამოვნო და გასართობი სპორტი არის. ეს ერთი ვეიკ პარკი გვაქვს დღესდღეობით საქართველოში და იმედი მაქვს, რომ გამოყენების მხრივ სუპერ მარტივი იქნება. თან ბავშვები ზამთარშიც ვარჯიშობენ, ზაფხულშიც უკვე შესაძლებლობა იგივე ვარჯიშონ. ყველაზე მთავარი არის, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ვეიკ პარკი არის, რომელიც არის 2700 მეტრზე.